დღეს აქ შერატონ მეტეხი პალასში კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და მისი შვილობილი კლინიკების თანამშრომლები იკრიბებიან. ისინი ერთად სადღესასწაულო საღამოს ფარგლებში შეაჯამებენ გასულ წელს, გამოავლენენ ყველაზე წარმატებულ შედეგიან თანამშრომლებს და ჯეროვნად დააფასებენ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიღწეულ წარმატებაში. დღეს სადღესასწაულო წვეულება თეატრად იქცევა. კორპორატიული საღამო კი დაუვიწყარ სპექტაკლად, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ექიმობა შემოქმედებითი პროფესიაა. ექიმები კი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანები არიან. დღეს აქ იმდენი პროფესიონალი და მკურნალია შეკრებილი, რომ ჩემი აზრით ეს დარბაზი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილია. Dakar, me pazienze strunvashi, vegar vicli gamezar da bulvashi, modi sana besua chemia, strecere bizarie di febria. დღე და ღამე შრომაში 24 შვიდზე პაციენტების სამსახურში და თვით საზეიმო წვეულებაზეც თეთრ ხალათში. ასეთია ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების სამუშაო და არა მხოლოდ სამუშაო რეჟიმი. ოდი ჯერ გავსინჯო, დავიწყებ დათმარებელ და თუ გადავარჩენთ, მერე გეტყვით რა გარკვეულ. ქირურგი გახავარ კიდე გასინჯო. იქნებ ნაღლის ბუშტის პრობლემა. ალბათ ვიწყით ჩათვლეული საოპერაციო იქნება. დიაგნოზი როგორც ვიზიჯერს უსწრება, მაგრამ უნარობა დაწყებულია. იცით, პაციენტის მდგომარეობა ძიმია, მაგრამ სტაბილურია. სამედიცინო დაწესებულება სადღესასწაულო დარბაზში, სამედიცინო პერსონალი სცენაზე, მენეჯმენტი და მოწვეული სტუმრები სახელდახელო პარტერში. მოკლედ ნამდვილი თეატრი ექიმების მონაწილეობით. თეატრი, რომელიც საკიდის ნაცვლად კლინიკის რეცეფციით იწყება. მოდი ერთი ამ ანალიზებს გადახედე და ნახე რა ჭირს პაციენტს. მე გარვიცი გენაცვალეს სხვა რამე მკითხე ლამაზო. ნიშანდობლივია, რომ წარმოდგენილი მუსიკალური სპექტაკლის ჯერ დაიხოცნენ მერე იმ მკურნალეს სცენარისა და სიმღერების ავტორი, აგრეთვე დამდგმელი რეჟისორი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი გახდათ. თავად სპექტაკლში, როგორც სამსახიობო, ისე სასიმღერო და საცეკვაო ნომრებშიც მხოლოდ კლინიკის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ამის შემდეგ ალბათ გასაგებია, თუ რატომ ამბობენ, რომ არ არსებობს ამ ქვეყნად ექიმობაზე შემოქმედებითი პროფესია და რომ მედიცინა ხელოვნების ერთ-ერთი დარგია. ეს ექიმი რეცეპტს მიწეს, არ გაიგოს ვინმე მცუდად, ას კი უნდა კარგად ვიყო, ჩემთვის არის აბდაუბდა, ას უნდა რომ კარგად გავხდე, მას სიკეთე ჩემთვის უნდა. ჯერ დახოცილებისა და მერე ნამკურნალებების წარმოდგენით საღამო მხოლოდ გაიხსნა. გული მკივა. გული ელექტროკარდიოგრამა გადაღებული და ხა გულის ელექტროკარდიოგრამა. არა, ვიცი. მაჯო, ის იქნება, აბა ნახეთ. მუსიკალური სპექტაკლი კვლავაც მუსიკალური ნომრებით გაგრძელდა და კვლავაც ექიმების მონაწილეობით. მართლაც და რა მშვენიერია ეს სამედიცინო სამყარო. აი სიკრთის მნათობის და სხივი მზის იმედი ჩემი იმედი სხვის
კლინიკის დამფუძნებელი, მისი დირექტორი, სამსახურების ხელმძღვანელები. სენა დღეს ყველა მათგანს ეთმობა, რათა ჯეროვნად წარმოაჩინონ და დააფასონ იმ თანამშრომელთა ღვაწლი, ვინც განსაკუთრებით ისახელა თავი გასულ წელს. ეს იყოს თქვენი мотиваცია, ვინც არ დასახელდებით, რომ მომავალ წელს თქვენ გამოგარჩევით. ეხლა კი დავიწყოთ ჩვენი ნომინაციების გამოცხადება. დიდი მადლობა გრუპისთვის, დაფასებისთვის და სტიმულია ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო და უფრო მეტი мотиваციით გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხართ და ძალიან გაფასებთ ყველას. უღრმესი მადლობა. დაჯილდოვებების გრძელ მარათონს ხანგამოშვებით მუსიკალური ნომრები ახალისებს. რა თქმა უნდა, კვლავაც ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა შესრულებით. ორადორი მეგობარი, ორი გოგო ვართ, დღე და ღამე ჩვენს ყიდვაში ერთადა ვართ. გულმხიარულები და გულალალები, ბიუჯეტთან კაცები ხალხთან ლაღები. ბიუჯეტთან კაცები ხალხთან ლაღები. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ ოჯახის წევრი ვარ და ძალიან დიდი მადლობა ამ ჯილდოსთვის. შვიდად გავიდა და ვიწყებ ისევ თავიდან. უცხოურ რიტმებს ეროვნული მოტივები ენაცვლება. ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების შესაძლებლობებსაც ბოლო არ ჩანს. ზეიმი სულ უფრო მეტ ძალას იკრებს, გარემოთ სულ უფრო მეტად იმუხტება მხიარულებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროა ნომინაციებს შორის ყველაზე ლამაზი ნომინაციაც იქნეს წარმოდგენილი. მის ქირურგიის ეროვნული ცენტრი. ყველაზე ლამაზ ეპიზოდს ტკბილი დაგვირგვინებაც ესაჭიროება. სადღესასწაულო ტორტიც შემოგბძანებას არ აყოვნებს. შევდება გული გახინავს სამებს ურთულესია ერთმანეთს ვაჩუქეთ სიხარული, რომელიც ცხადია გამოწვეულია ჩვენი წარმატებებით, იმ მიღწევებით, რომელიც ჰქონდა გასული წლის განმავლობაში და ამასთან ერთად იყო ის დიდი გზნობა, რომელიც გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი საქმის სიყვარული და ჩვენი კოლეგიალობა, რომელიც ასევე სიყვარულით გვაქვს ერთმანეთთან გაზიარებული. საღამო იყო მხიარული, იუმორით და კარგი წარმოდგენებით შევსებული, იყო მუსიკა, იყო ცეკვები, იყო სპექტაკლი და რაც თავარი ეს ყველაფერი იყო გაერთიანებული დიდი გზნობით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეგიდით და რა ვიცი, ვიხარია რომ ვართ ერთად. რა თქმა უნდა, ვისაც ვაჯილდოვებთ, გახარებულები არიან ჯილდოსთვის, შემდგომი мотиваციის წყაროა ასევე მათთვის, ვინც არ დავაჯილდოვებთ. გამოვავლინეთ სხვადასხვა ნომინაციები, დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, ასევე განსაკუთრებით გამორჩეული თანამშრომლები საზღვარგარეთ მოგზაურობით. დღევანდელი დღე ჩემთვის არ არის მხოლოდ კორპორატიული ღონისძიება, არამედ ეს არის ქირურგიის ეროვნული ცენტრის დიდი ოჯახის ზეიმი. ჩვენ ყოველდღიურად ისეთ სტრესულ გარემოში გვიწევს მუშაობა და ურთიერთობა, რომ ესეთი დღეები არის აუცილებელი იმისთვის, რომ რაღაცა ეტაპზე წამიერად მაინც შევჩერდეთ, ერთმანეთი დავინახოთ სხვა თვალით და აღმოვაჩინოთ ის უხილავი კავშირები, რომელიც საბოლოოდ ჩვენს გუნდურობას ქმნის. შესრულდა ძალიან ბევრი
ხით შემოქმედებით გაკეთებული სხვადასხვა ჰიტი, რომელიც მორგებული იქნა ჩვენს რეალობაზე, ექიმების რეალობაზე. ძალიან კარგი ღონისძიება გამოვიდა, დაჯილდოვდნენ საუკეთესო წარმომადგენლები, ექიმების კუთხით, სანიტრები, ღვაწლმოსილი ადამიანები. რა ვიცი, ყველანი ვართ კმაყოფილნი, ბედნიერები. უფრო დიდი ენთუზიაზმით შეუდგებით შემდეგი წლის მუშაობას. გამოვარჩიეთ საუკეთესო დამლაგებელი, ექთნის დამხმარე, ექთნები, უმცროსი ექიმები, უფროსი ექთნები, ასევე დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ის ნომინაციები, რაც დათვლადია, საუკეთესო შედეგების მქონე დეპარტამენტები, ექიმები და ასე შემდეგ. ჩემთვის დიდი პატივი იყო დღევანდელი დღის საღამოზე ერთ-ერთი წამყვანის ამპლუაში ყოფნა და წარმოდგენა და მე სიამოვნებდა კიდეც სიმართლე გითხრათ, როდესაც ვაჯილდოებდი იმ ადამიანებს, რომლებიც გმირობას ჩუმად შადიან და საბოლოოდ დასკვნის სახით მინდა გითხრათ ისიც, რომ და ყველასთვის გამოცდილი ფრაზები, რომ მედიცინა ნამდვილად არ არის მხოლოდ მეცნიერება, არამედ მედიცინა ეს არის სიყვარულის და ერთგულების ხელოვნება. მადლობა. უამრავი ნომინაცია, უამრავი გამარჯვებული. უზარმაზარი დადებითი მუხტი, სწორედ ისეთი, რომ გვაფიქრებინებს, მთელი სამყარო ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ დედამიწა. ჩვენ შევხვდით უფრას, ჩვენ შევხვდით უსვაფელ ღამეს.